მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. წამება და სისასტიკე საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ საპოლიციო ძალების მხრიდან. წინასწარი ანგარიში 4 საერთაშორისო და 3 ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამოაქვეყნეს. 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების მიმართ ადგილი ჰქონდათ წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებას. სამმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ წამებით მიმართულებით მომუშავე 4 საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტი საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას და 11 პირის საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ეყრდნობა. ერთობლივი მუშაობის შედეგად და იმტკიცებულებების გაანალიზების შედეგად დადგინდა ის მნიშვნელოვანი პრაქტიკა და ის ძიმე პრაქტიკა პრინციპში, რომელიც წამებას უკავშირდება და არასათანადო მოპყრობას საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის 11 მსხვერპლის დამოუკიდებელ სამედიცინო შეფასებას ჰქონდა ასევე ადგილი, ესეც ჩატარდა და სწორედ აი ამ სამედიცინო დოკუმენტების და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში მიღებით დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა წამების პრაქტიკას. სასამართლო სამედიცინო მტკიცებულებები აჩვენებს მსხვერპლთა ტრავმების შემაშფოთებელ მოდელს, სადაც სახისა და თავის დაზიანებები განსაკუთრებით ხშირია. ბევრმა დაზარალებულმა მიიღო მძიმე დაზიანება, მათ შორის ცხვირის სვლის მოწეხილობა, თავის ტვინის შერყევები და რბილი ქსოვილების მასშტაბური დაზიანებები. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტები და ეს ორგანიზაციები მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კონტექსტში აფასებენ წამების შემთხვევებს. პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრა, კონსულტაციები გრძელდება. ისინი ერთობლივ დოკუმენტს ამზადებენ, რომელიც ახალი არჩევნების საკითხს შეეხება. როგორც ოპოზიცია აცხადებს, დოკუმენტში უნდა გაიწეროს ახალი არჩევნების ჩატარების საფუძვლები და პირობები. ამავდროულად სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც იქნება ახალი არჩევნების მომზადება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარება 3 საფუძვლიდან 1 მაინც სჭირდება, რაც არსებულ სიტუაციაში არ იკვეთება. მთელი ოპოზიციური სპექტრი იყოს ერთიანი და კონსოლიდირებული, ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად. ეს არის კიდევ ერთხელ მეორე ქუჩაში აი უპრეცედენტო საპროტესტო ტალღის დაკვეთა. საბოლოოდ ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ეს დაკვეთა არ გავითვალისწინოთ, მნიშვნელოვანი გახოთ სისტემის დემონტაჟი, პოლიტიკური პატრონების გათავისუფლება და ასევე რა თქმა უნდა ახალი არჩევნების დანიშვნა, მაგრამ როდესაც ეს მოხდება, მზად უნდა იყოს გარკვეულწილად ოპოზიციური სპექტრი, კონსოლიდირებული პოზიცია უნდა ქონდეს, თუ როგორ სამართლიან თავისუფალ გარემოში ვატარებთ არჩევნებს და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ გარემოს შესაქმნელად. ადამიანებზე ძალადობისთვის, გაყალბებისთვის და სახელმწიფოს გაუქმების მცდელობისთვის სანქცირებული შსს, სუსი და სხვა ივანიშვილის რუსული რეჟიმის საყრდენები ცხადია, რომ ვერ ჩაატარებენ ამ ქვეყანაში დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებს. ამიტომ არის საჭირო ეს მოსამზადებელი სამუშაო, რომ ჩვენ ჩავატაროთ არჩევნები ისეთი, რომელიც აღადგენს ქვეყანაში კონსტიტუციურ მართლ წესრიგს. ქართული სახელმწიფოს საყრდენი რჩება ერთის მხრივ პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია ინსტიტუციური და მეორეს მხრივ გამარჯვებული პარტიები, რომლებსაც უნდა მოეხდინათ ხელისუფლების ფორმირება, არჩევნები რო არ გაეყალბებინა რუსეთის დავალებით ბიძინა ივანიშვილს. არჩევნების დანიშნა სულ 3-ვე საფუძველი აქვს. ეს ერთი არის, როდესაც ვადა გადის 4 წლიანი საპარლამენტო ციკლისა, მეორე შემთხვევა არის, როდესაც პარლამენტი ვერ ახერხებს მთავრობისთვის დობის გამოცხადებას ორჯერ და მესამე შემთხვევა, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ან სასამართლოების მიერ ხდება არჩევნების ბათილაცნობა და ხელახალი არჩევნების ჩატარება. რომელიმე ეს საფუძველი ამ ქვეყანაში არსებობს თუ არა, საზოგადოება ძალიან კარგად არ არსებობს. ეხლა არის გამოუვალ მდგომარეობაში სალომე ზურაბიშვილი, ცდილობს ეხლა რომ როგორ გამოძროს ამ სიტუაციიდან და მოიფიქროს ახალი რაიმე საფუძველი, რომ არჩევნები ჩაინიშნოს ან რა ვიცი თავისი დავალება შესრულდეს. ეხლა გინდა საბჭოები შექმნან, გინდა რევკომები აღადგინონ და გინდა რეპრესიები აანონსონ. რაც არ უნდა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, შედეგი იქნება მაინც აბსოლუტური ნული. ისტორიკოსმა და მკვლევარმა მანანა ლომაძემ კიდევ ერთი წიგნი მიუძღვნა მშობლიურ ოზურგეთს, ძველი ოზურგეთი და მისი უბნები, ასე ჰქვია ნაშრომს, რომლის პრეზენტაციაც დღეს ისტორიულ მუზეუმში გაიმართა.
რიგით მეოთხე მონოგრაფიაში ამჯერად ისტორიკოსმა მანანა ლომაძემ ძველი უბნების ისტორია გააცოცხლა. ეკადია სერის უბანი, ლაშე, ზვანი. ეს არასრული ჩამონათვალია იმ უბნებისა, რომლის ისტორიასაც ეს წიგნი და მისი ავტორი მოგვითხრობს. სულ მალე კი მკვლევარი ქალბატონი მეხუთე წიგნს გამოსცემს, რომელიც ამერიკაში წასული მოჯირითეების ამბავს კიდევ ერთხელ გააცოცხლებს. მანანა ლომაძე სხვა უამრავ ჯილდოსთან ერთად დამსახურებიდან გამომდინარე სულ ცოტა ხნის წინ საპატიო ოზურგეთელის ტიტული ერგო. ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში იყო მანანა ლომაძის წიგნის რიგით მეოთხე პრეზენტაცია. ეს წიგნი არის ძველი ოზურგეთი და მისი უბნები. ქალბატონი მანანა გვანებიურებს მისი ცოდნის ჩვენ და გაზიარებისთვის და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მას. აუცილებლად უნდა ვთქვა ის, რომ სულ 3 დღის წინ ქალბატონი მანანა გახდა ოზურგეთის საპატიო მოქალაქე. მე ისტორიე, მე მას ასე ვეძახი და ჩემი უფროსი მეგობარია, უფროსი მასწავლებელია, იყო ფონდის მცველი. ეს დიდი საქმე არის. აქ მარტო ცოდნა არ კმარა, აქ ერთგულება, თავდადება, განა 100 ადვილია ქალმა, რომელმაც მეოთხე წიგნი დაწერა და ეხლა მეხუთე წიგნთან ისე იგი ეთამაშება, რომ სერიოზული წიგნი დაწეროს, რაც ქართველ მოჯირითეებს და ოზურგეთლებს ეხება. ყველა ოზურგეთის ნოსტალგია აქვს, ამიტომ გადავწყვიტე მომეძიებია და ერთ წიგნად შემეკრა ძველი ოზურგეთი და მისი უბნები. ესაა ჩემი სიყვარული ოზურგეთისადმი. ბრუნდებით ეთერში ჩვენი გადაცემის სტუმარი კი თამარ მიქაძია, სამოქალაქო აქტივისტი, ამავდროულად მოძრაობა თავისუფლებისთვის ერთ-ერთი წარმომადგენელი. მოგესალმებით თამარ და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ალბათ ბოლო 27 დღეა მთავარი თემა საინფორმაციო საშუალებებში არის მიმდინარე მოვლენები, რაც საქართველოში ხდება. 27 დღეა ქვეყანაში არის აქცია, მოკლედ არაერთ ლოკაციაზე, მთავარი აქცია და პროტესტი არის დედაქალაქში. თქვენი შეხედულებით, თქვენი მოსაზრებით იყო საუბარი იმაზე, რომ მუხტი დაეცემოდა ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები, აქციაში მონაწილე ადამიანები დაიღლებოდნენ. თქვენ რა სიტყვით, რამდენად ეთყობა ამ ხალხს დააღლა, იმიტომ რომ თავად ბრძანდებით ამ აქციაში ავანგარდში, როგორც დედაქალაქში, ასევე ბათუმში, ქუთაისში და ასე შემდეგ, ასევე იმართება ოზურგეთშიც, უნდა აღნიშნოთ არაერთი აქცია და რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. დიახ, დაგეთანხმებით, რომ 27 დღეა ეს რაღაცა უწყვეტი პროტესტი და უწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის გრძელდება. რაც შეეხება დაღლას და მუხტის დავარდნას, რასაც ასე ძალიან ცდილობს რუსული რეჟიმი და ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ყოველდღიურად, ორი ფაქტი არის მნიშვნელოვანი ამ პროტესტში. ერთი, რასაც ჩვენ ვიბრძვით, რამდენადაც სასტიკია ეს რეჟიმი, რამდენადაც ტერორისტულია და რამდენადაც მაწამებელია და რამდენადაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასულია, იმდენად დიდია სამოქალაქო საზოგადოების ენერგია და შეუპოვრობა და ერთიანობა, რომელიც უპირისპირდება ამ რეჟიმს. ჩვენ იქ დგარ საზოგადოებას ის, ვინც ვერ ახერხებს იქ დგომას და რაღაცა შორიდან გულშემატკივროს ამ პროცესს, ყველას ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული რა არის ამისი მიზანი. ჩვენ თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად იცის, რომ დღეს არ წყდება რაღაც ქვეყნის ევროპული მომავალი, იქნება ეს რუსული მომავალი თუ ასე შემდეგ, აქ წყდება ქვეყნის არსებობა, არარსებობა, წყდება ქვეყნის სუვერენიტეტი, გვექნება თუ არა სახელმწიფო საერთოდ და შესაბამისად, როდესაც ეს დევს სასწორზე და როდესაც ჩვენი თანამებრძოლები არიან რუსული რეჟიმის ტყვეობაში, სასტიკად ნაწამები ხალხი, რომლებიც კიდევ ციხეში გამოკეტეს აბსურდული ბრალდებებით და 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება, აი ეს ყველაფერი ერთად არც ერთ ჩვენგანს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მოვდუნდეთ, დავნებდეთ, დავიღალოთ და
რაც ხდება რუსთაველზე და არა მხოლოდ რუსთაველზე, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ, რომ ეს პროტესტი დეცენტრალიზებულია და გავრცელებულია თითქმის ყველა ქალაქში, ისეთ ქალაქებში ვნახეთ პროტესტი, სადაც საერთოდ ისტორიულად არ გვახსოვს ეს. აი ბაღდადმაც კი გააპროტესტა ბაღდადი, ხო, ხაშური, გურჯანი, ანუ ყველა ქალაქში მართლა ეგ პროცესი ხდება. ის ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ რაღაცა იქ თბილისის მოსახლეობა, მთლიანად ქვეყნის მოსახლეობა დგას ფეხზე. ეს პროტესტი არის ურყევი, ჩვენ ძალიან მუდმივად ყოველდღიურად, აი რომ გონია რომ მეც მქონია ეგ შეგრძნება, რომ რუსთაველზე რომ მივდიოდი, რომ ყოველთვის რაღაცნაირად დასაწყისში იმ განცდით მივდიოდი, რომ ნეტა დღესაც თუ იქნება ხალხი და მოლოდინები ხო? აი რესპუბლიკიდან რომ ჩაუყვებოდი ხოლმე და ოპერასთან რომ ვიყავ, უკან რომ მივხედავდი, უკვე სავსე იყო. შესაბამისად, აი ეს ეჭვი უკვე საკუთარ თავშიც კი არავის არ აქვს და რაღაცნაირად პასუხისმგებლობად, როგორც ყველა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობად და ჩვენ მოვალეობად გვაქვს გააზრებული, რომ ეს საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე რაც ნიშნავს რუსული რეჟიმის დამარცხებას და საქართველოს დაბრუნებას. აი მოლოდინები ქონდა ხელისუფლებას, რომ ეს მონაწილეები, პროტესტანტები დაიღლებოდნენ და დამთავრდებოდა, მაგრამ თქვენ რა მოლოდინები გაქვთ იმ ფონზე, როცა უწყვეტად მიდის 27 დღეა პროტესტი, იმ ფონზე, როცა დასავლეთი კაფიოთ აძლევს მითითებას, ამ მითითებას ცოტა ხომ ამაღალი ნათქვამი არ რჩევას და რომ რაღაცა გაითვალისწინონ აქციის მონაწილეების პროტესტანტების მოთხოვნები. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ, რამდენად გაითვალისწინებს ხელისუფლება და რას იზამს? ხო, ხელისუფლებას ვერ დავარქმევდი, აი ამ რაღაც ძალადობრივ ჯგუფს, რომელიც ბიზინა ივანიშვილის მეთაურობით დღეს მაშინ თავზე აზის ქართული ოსნების ამომრჩევლებ ვერ იმას ვიზავდი საკუთარ თავზეც ვერ ვიტყოდი მაგას, იმიტომ რომ ჩვენთვის ეგ ხალხი არ არის ლეგიტიმური და არ წარმოადგენს არანაირ მმართველ ძალას. ჩვენთვის აქტივისტებისთვის და იქ მდგომი საზოგადოებისთვის ჩვენ ყოველ დღე ვართ გამარჯვებულები. ანუ ჩვენ ყოველ დღე პატარ-პატარა ნაბიჯებით ვუახლოვდებით გამარჯვებას. დღემდე მივაღწიეთ რას? მივაღწიეთ იმას და ფაქტი არის ეს, რაც არ უნდა იმ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იბოდიალოს, ეს ხო რაღაცა ვერტიკალური მმართველობა არის და ხო თავისი აზრი არავის არ გააჩნია, იქ რაღაცას ეტყვის, მე ეს ჩამოდის ცოტა ქვედა ეშელონში, მე ეს და შემდეგ ეს წვრილფეხა იქნებათ ადგილობრივი თუ ასე შემდეგ, ნუ ეს პროპაგანდა ვრცელდება, რაც მაგალითად ნახეთ ეუთა ოდირის დასკვნაზე, რომელიც იყო ისტორიულად, ანუ ეგეთი დასკვნა ეუთა ოდირს ფაქტობრივად არასდროს არ ქონია. ფაქტობრივად არ ქონია, არ დაუტოვა გასათანი ქართულ ოცნებას და რაღაცა იქ ძალიან კარგი ის იყო, რა ქვია, ვიზუალური. სავედურ დასკვნაზე გვახსოვს მაგალითად ქარდები, როცა ხელისუფლება აზიარებდა დასკვნის დადებით ნაწილებს, მაგრამ ახლა კი, აი რა ვიცით, ფერებითაც არის ვიღაცას ქონდა გაკეთებული, ძალიან ესეთ ვიზუალურად თვალსაჩინო, რა წითელი და ყვითელი, ანუ ყველაფერი უარყოფითი წერია ამ დასკვნაში. შესაბამისად, რისი თქმა მსურდა. მათ არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო. მათ აღიარებს მხოლოდ რუსეთი, ვენესუელა, რაღაცა მხოლოდ აი ამ იმ სახელმწიფოებმა მიულო საქართველოს ნებას გამარჯვება, რომელიც არა მარტო არ აღიარებს, ყავს დასაქცირებული ძალოვნები. ხო, აი თავიდან მოვუყვები, რას მივახცეთ. არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო, არჩევნები მოპარული, არჩევნები გაყალბებულია, ყველაზე ესეთი დიდი სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც აკვირდებოდა ამ არჩევნებს, იმათაც ცალსახად დადეს დასკვნა, რომ ეს არჩევნები არ ჩატარებულა, ეს არჩევნები არ არის ასე ვთქვათ შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს დემოკრატიული ქვეყნის არჩევნები. გარდა ამისა, დასანქცირებული ყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, მოსამართლეები, ხარება, რომელიც რა ვიცი, ანუ ახლა კი წარადგინეს ღირსების ორდენზე, მაგრამ ვინც ნაციონალების დროსაც ვინც იყო ამ ბოროტების სათავე, ზუსტად ის ხალხი იყავთ ახლა აი ამ ბოროტების შემოქმედად და ეს ძალიან მარტივი დასანახია.
მაგნიცკის სიაში კი, მაგნიცკის სიაში არის შეყვანილი, რომელიც არის მართლა კეთრი, ანუ მოუშორებელი მთელი ცხოვრების მანძილზე, ანუ რაზე არის საუბარი საერთოდ, როდესაც ამადენი მოსამართლეები, ჩინოვნიკები, გადაწყვეტილების მიღები მინისტრები ყავს დასანქცირებული, არჩევნებს არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი პარტნიორები, თანამეგობრობა და ამის პარალელურად ქვეყანაში მიმდინარეობს 27 დღიანი უწყვეტი ჯიუტი პროცესი, დეცენტრალიზებული ყველა ქალაქში, რა ვიცი, მე მგონი სოფლებიც გამოვიდნენ გარეთ და ანუ მე ეგეთი დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხის მიმართ, რა არ ვიცი, ანუ რა იქნება აქედან ერთ კვირაში, თუმცა ვიცი სუსტად დანამდვილებით, ანუ ეს პროცესი რამდენხანს გაგრძელდება, რისი გაკეთება მოგვიწევს, რამდენხანს დგომა მოგვიწევს, რამდენხანს გათენება, ცემა, დაპატიმრება, ამისი ატანა თუ რაც უნდა მოგვიწიოს. მე ვერ გეტყვით იმას და მაგ პროგნოზს ვერ გავაკეთებ ეს რამდენხან შეიძლება გაგრძელდეს, რა სცენარით შეიძლება განვითარდეს, თუმცა რაც დანამდვილებით ვიცი არის ის, რომ ჩვენ არ დავრჩებით, ფიზიკურად ვერ ვიცხოვრობთ, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვარ და ისტორიულად სულ ვიღაცა გვებრძოდა და ყოველთვის რომ გადაშალო ეს საქართველოს ისტორია, ნებისმიერ მომენტში მაგ მოცემულობის წინაშე ვიდექით და ყოველთვის გადავრჩით. ამდენი 2 საუკუნეა ვებრძვით რუსეთს და ჩვენი გარუსება ვერ მოხდა. დავამარცხეთ საბჭოთა კავშირი, რომლის ასე ვთქვათ, კუდის მოქნევას ვამარცხებთ ახლა და რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ ქართული ხალხი არის შეუპოვარი, არის მებრძოლი და ამ ბრძოლას მიიყვანს ბოლომდე ნებისმიერი რაღაცა მის ხარჯზე იქნება ეს ჩვენი ტერორი, ცემატყეპა და დალეწოდვას შემდეგ ხო ქართული ხალხი ნამდვილად მიყვანს ბრძოლას ბოლომდე ამ ბრძოლაში პრეზიდენტის როლზეც აუცილებლად მაინტერესებს შენი აზრი რამდენად მნიშვნელოვანია მისი პოზიცია მისი დგომა ქართულ ხალხთან პრეზიდენტი არის ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო რომელიც და პერსონა რომელიც დღესდღეობით ჩვენ ქვეყანაში ვყავს პრეზიდენტი არის ჩვენი მთავარსარდალი უნიშნელოვანესი როლი აქვს მას საერთაშორისო საზოგადოებაში რაღაცა თუ დავაკვირდებით ბოლო დროს მასაც ქონდა რაღაც ისტორიული შესწავლები თუმცა ბოლო პერიოდში იგი მოქმედებს რაღაცნაირად უშეცდომად და ქართველი ხალხის ნების შესაბამისად როგორც რეალურად უნდა მოქმედებდეს ქვეყნის მმართველი მიიღებს ბიძინა ივანიშვილი მის შეთავაზებას მოლაპარაკებებს არ ვიცი ნამდვილად ვერ გეტყვით თუ შერჩენია სადმე საღია აზრი უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები იმიტომ რომ სხვა სახის გაგრძელება არ ვიცი ამ პროცესს რა შეიძლება კონდეს იმიტომ რომ კიდევ ქართველი ხალხის გარდა რაც იდეაში ეგ უნდა იყოს ხალხის ნება უნდა იყოს განსაზღვრელი ამ პროცესებისა ყველა პარტნიორი ყველა სადამკვირვებლო მისია ორგანიზაცია თუ ასე შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები, ელჩები, მინისტრები და ასე შემდეგ ყველა მოუწოდებს მათ რომ ქართულ ოცნებას რომ დანიშნონ ხელახალი არჩევნები. ხო, ეგ არის მოცემულობა, თუ მინიმუმ რა ვიცი, თუ საკუთარი ფული ედარდება მხოლოდ ეგ თავისი პირითაც თქვა და თუ ამასაც გულწრფელად უფრთხილდება, შესაბამისად რაღაცა ეგ ბოლო გასაძრომი არის, ეხლა ეგ ბიზნესი რომ რაღაცნაირად აი ამ დათმობაზე წავიდეს კი არა და ხო ის გააკეთოს რაც გასაკეთებელია, თუმცა არ ვიცი ვერ გეტყვით მაგდონის ექსპერტი არა ვარ რომ ხო ეს და ბოლო აქტიობა დაგეგმილია 29 დეკემბერს თუ 28 დეკემბერს ერთობის ჯაჭვი ამ ჯაჭვში რამდენად მიიღებს გურია მონაწილეობას ეს იქნება ცალკეული ადგილზე ლოკალური პროტესტი თუ შეუერთდებით დედაქალაქს რა იქნება ფაქტობრივად ეს ყოველი დღე აქციის გარდა იმისა რომ მთავარი იდეა გამოძრავებთ და უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების განთავისუფლება და არჩევნები ახალი ასევე ყველა დღემ შინაარსობრივი დატვირთვა შეიძინა რა იქნება ამ ჯაჭვში რას ამბობთ ანუ ინიციატორები და როგორი დღე იქნება ხო
ჩვენ გურის ადგილობრივი სამოქალაქო მოძრაობა მის რაღაცა ორგანიზებაში ჩართულები არ ვართ, თუმცა რა თქმა უნდა შევუერთდებით ამ საქვეყნო სულისკვეთებას და ამ ჯაჭვის იდეაც ის არის, რომ სანახავად შთამბეჭდავი იქნება ალბათ ისე როგორც ხორუმის ხილვა ნებისმიერი ადამიანისთვის მართლა საოცარი სანახაობა იყო. ჯაჭვის, ანუ ერთიანობის ჯაჭვი ხელებს ჩაკიდებული რაღაცა დაუდგებით გადაიკეტება თბილისში ხიდები, ეს ასევე ბათუმშიც იქნება. მე მგონი ყველა ქალაქში თუ სწორად მაქვს ინფორმაცია და თუ მაყურებელსაც აინტერესებს ჩვენ ამის შესახებ, ჩვენ ინფორმაციას განათავსებთ ჩვენს სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის Facebook გვერდზე და სხვადასხვა ჯგუფებშიც აგრეთვე. თუმცა რა არის შინაარსი ამ ჯაჭვის ამ პროცესში ჩვენ არ გვაქვს არანაირი გზა გარდა ერთიანობისა. იქ აქციაზეც ბევრი რაღაცნაირად უხეშად განსჯის ხოლმე იმ ხალხს, ვინც იქ დგას და ხო რაღაც მომენტში მგონია რომ დიალოგიც მათთან არ ღირს, თუმცა ერთადერთი რაც მინდა არის რომ ის ხალხი მივიდეს და ნახოს რა ხდება რუსთაველზე. ეს ჯაჭვი იქნება განსხეულება, ასე ვთქვათ, დიდ მასშტაბზე რაც ხდება იქ, იმიტომ რომ იქ ყველა ერთმანეთის მეგობარია, შეიძლება უცხო ადამიანი გეთქეს გვერდით და იმის იმედი გაქვს, რომ აი ახლა თუ დაგარბევენ, ის მარტო არ დაგტოვებს, ხელს მოკიდებს და სამშვიდობას გაგიყვანს. და ეგრე რაღაცა ხელჩაკიდებულებმა უნდა გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა რაღაცნაირად სამშვიდობას, იმიტომ რომ ერთი სამშობლო გვაქვს, დასაკარგი არ არის ცალსახარ და ამ ჯაჭვის მიზანიც ეგ არის, რომ ერთიანობით, იმიტომ რომ ეგ არის ჩვენი ერთადერთი ძალა და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ თუ ერთიანობა არ გვექნება ამ პროცესში და აქაც ერთი ადამიანის იქ დგომას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჯაჭვს თუ რაღაც ერთი ნაწილი გამოაკლდა ეს არის დაიშლება. შესაბამისად ხო ჯაჭვის მიზანიც ეს არის, რომ დაინახოს ყველა თუ არსებული ხელისუფლება დიალოგზე არ მოდის, რა აიძულებს მას, ვთქვათ, ჩანიშნოს ახალი არჩევნები, გარდა დიალოგისა, რა მეთოდით, რა გზით უნდა როგორც უკვე აღნიშნე, არ ვიცი და დავასრულოთ. ხო, როგორც უკვე აღნიშნე, არ ვიცი, მე როგორც ერთი რაღაცა მე როგორც ინდივიდი საკუთარ როლს ამ პროტესტში ვხედავ, რომ ჯიუტად ვიდგე იქამდე, სანამ არ დავინახავთ რა შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვიტყვით, ანუ უპირობოდ არის დიალოგიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ ანუ დიალოგისთვის იდეალური დასაწყისია, რომ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ყველა პატიმარი. იმიტომ რომ არანაირი დიალოგი არ შედგება რეჟიმთან, თუ მას ჩვენი თანამებრძოლები ყავს დატყვევებული. შესაბამისად პირველ რიგში არის ეს, რომ უნდა გათავისუფლდეს უკანონო პატიმრები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ამას ჩვენ რამდენ ხანში შევძლებთ? ისინი ირყევიან რეალურად ძალიან შინია და მოშლილებიც არიან თქვენ ალბათ აკვირდებით რა ამ პროცესებს და რას გვანან მართლა ანუ სახი აქვს დაკარგული და ეგ ფაქტი არის რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, ასე რომ ეგ უნდა ვირწმუნოთ რომ ჩვენი ყოველდღიური დგომით ეგენი ირყევიან და ამ რყევარყევით რაღაც მომენტში ჩამოიშლებიან აუცილებლად. დიდი მადლობა. მინდა ხო კიდევ ერთხელ თავისუფლება უკანონო პატიმრებს და ჩემი სოლიდარობა ყველას, ვინც დაჩაგრულია, ნაწამებია აი ამ სასტიკი რუსული რეჟიმის მიერ და სანამ მე საკუთარ თავში პირველ რიგში მაგ мотивაციას პაულობ ხოლმე, რომ სანამ ერთი ადამიანიც კი ზის ციხეში, რუსული რეჟიმის ციხეში, ჩვენი თანამებრძოლი, იქამდე არ გვაქვს ჩვენ უფლება, რომ ვთქვათ, რომ ვართ თავისუფლები, იმიტომ რომ არ ვიქნებით თავისუფალი, სანამ ერთი ადამიანიც კი თავისუფალი არ არის. ნამდვილად გიერთდებით სოლიდარობაში, ნამდვილად თავისუფლება ყველა უკანონოდ დაპატიმრებულ პატიმრებს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო თამარ მიქაძე, სამოქალაქო აქტივისტი, ასევე მოძრაობა თავისუფლებისთვის წარმომადგენელი. ახლა ჩვენს ეთერში სტუდია ვაშინგტონის დროა.
Laura, thank you so much for your time. As you know, State Department has Laura, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. Როგორც იცით, სახელმწიფო დეპარტამენტმა მაგნიცკის გლობალური აქტის ფარგლებში ახალი ფინანსური სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ მაღალჩინოსანს. რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე? Well, I think it's extremely important that there are consequences. ფიქრობ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ გომელაურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების ქმედებებს შედეგები მოხვა. იმ ძალადობის გათვალისწინებით, რასაც ისინი სჩადიოდნენ, გულწრფელად რომ ვთქვათ, იმ წამებისთვის, რასაც ისინი დემონსტრანტების და იმ ადამიანების წინააღმდეგაც კი სჩადიოდნენ, ვინც პროტესტში არც მონაწილეობდა, ხალხის ქუჩიდან გატაცების, მათი მიკროავტობუსებში შეყრისა და წამებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მიხარია ამ სანქციების ხილვა, არ მგონია რომ ის საკმარისად შორს მიდის. უნდა გვესმოდეს ვინ არის ის ხალხი, ვის წინაშეც ეს ადამიანები ანგარიშ ვალდებულები არიან, ვის ბრძანებებს ასრულებენ ისინი. ჩემი აზრით და ყველა იმ ქართველის აზრით, ვისაც გასული კვირის განმავლობაში თბილისში ყოფნისას შევხვდი და ვესაუბრე, ეს ბიძინა ივანიშვილია. ასე რომ მაშინ, როდესაც მივესალმები ყველა ფინანსურ სანქციას ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ, კონკრეტულად კი მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობას ჩადის, მგონია რომ ამ მოძრაობის, ამ რეჟიმის ლიდერის სანქცირების გარეშე ვშიშობ სანქციების გავლენა შეზღუდული იქნება. ანუ ამბობთ, რომ იმისთვის, რომ სანქციები უფრო ეფექტიანი, გავლენიანი იყოს, ბიძინა ივანიშვილსაც უნდა ეხებოდეს. ასევე თვლით, რომ საჭიროა მაგნიცკის გლობალურ აქტში მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებიც მოხვდნენ. Who should be under Magnitsky Global Act? Yes, of course. I mean დიახ, რა თქმა უნდა, არავინ მოქმედებს საკუთარი ინდივიდუალური უფლებამოსილებით. ასე რომ ესაა იმ მინისტრის დასჯა, რომელიც ემორჩილება პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, რომელიც არაფორმალურად და ახლა უკვე აღარც არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილს ექვემდებარება. დიახ, ვფიქრობ, სანქციების სამიზნე ქართული ოცნების ლიდერები უნდა იყვნენ. ფინანსური სანქციების გარეშე ძალიან ძნელი იქნება რაიმე ბზარების გაჩენა პარტიაში. ასევე მჯერა, რომ ქართული ოცნების ჩამოშლა არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველოს შეძლოს დემოკრატიის გზაზე დაბრუნება. უკვე კვირებია, რაც საექსპერტო წრეებიდან თუ ამერიკელი კანონმდებლებისგან გვესმის მოწოდებები ფინანსური, უფრო მკაცრი, ფართო სანქციების დაწესების მოთხოვნაზე. ბევრი ამბობს, რომ ეს სანქციები დაგვიანებულია. ეთანხმებით ამას, თვლით, რომ სანქციები გაცილებით ადრე უნდა დაწესებულიყო. Do you agree that these sanctions should have been imposed earlier? Yes, I mean, as you noted. დიახ, როგორც თქვენ თქვით, ამ სანქციებზე დიდი ხანია ვსაუბრობდით. ეგრეთ წოდებული უცხოეთის აგენტების კანონის მიღებიდან ვამბობდით, რომ სანქციები საჭირო იყო. ვიმედოვნებდით, რომ ეს სანქციები არჩევნებამდე დაწესდებოდა, რათა ზეწოლა მოეხდინა და მთავრობის ქცევა არჩევნებამდე შეეცვალა. ეს არ მოხდა. მესმის, რომ მათი ამოქმედება ადვილი არაა და არსებობს კონკრეტული საკანონმდებლო მოთხოვნები, ბიუროკრატიული პროცედურები, რომლებიც ქვეყანამ უნდა დაიცვას ამის გაკეთებამდე. მაინც მჯერა, რომ როცა არსებობს ნება, არსებობს გზაც. კონკრეტულად ახლა კი ჩემი აზრით საქართველოსთვის კარი იხურება. საქართველო მართლაც სიბნელეში გადაეშვება თან ძალიან მალე, რადგან ქართულმა ოცნებამ სახელმწიფო, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტიც მთლიანად მიიტაცა. დასაკარგი დრო აღარ გვაქვს, რადგან უკვე გადავლახეთ ის ეტაპი, როდესაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარაა და უკვე თითქმის ზედმეტად დაგვიანებულია. იმედი მაქვს, რომ მალე კიდევ უფრო მეტი ფინანსური სანქცია დაწესდება. Right before United States ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მაგნიცკის გლობალური აქტით სანქციების გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ბრიტანეთმაც დააწესა ფინანსური სანქციები ქართველი მაღალჩინოსნებისთვის. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან მიმართებით ამერიკასა და ევროპას, არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ ევროპულ ქვეყანას კოორდინირებული მიდგომა ჰქონდეს. To act united or to act coordinated when it comes to Georgia. Oh, I think it's so important. It sends ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენ შეთანხმებულად ვთანამშრომლობთ, ეს ერთიანი კოორდინირებული გზავნილია. ეს ქართულ ოცნებას უფრო ურთულებს იმის თქმას, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი ქვეყანა იღებს. არა, ამას ახლა ყველა მისი ყოფილი მოკავშირე აკეთებს. მესმის, რომ ევროკავშირისთვის მოქმედება უნგრეთის და ახლა უკვე სლოვაკეთის პრობლემის გამო საკმაოდ გართულდა. ეს სამწუხაროა. თუმცა ვხედავთ ევროკავშირის ინდივიდუალური წევრი ქვეყნების ქმედებებს. ვნახეთ ესტონეთი, ლიეტუვა, გავიგეთ, რომ ჩეხეთიც ამზადებს საკუთარ სანქციებს. ასე რომ მართლაც მნიშვნელოვანია, რომ კოორდინირებულად ვიმუშაოთ და დარწმუნებული ვარ, როგორც დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების შემთხვევაში ვნახეთ, კომუნიკაციის ხაზები ქვეყნებს შორის ღიაა.
როგორც უკვე ვთქვით, კვირებია, რაც დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან გვესმის კანონმდებლობის მოწოდება ბაიდენის ადმინისტრაციისადმი, რომ სანქციები დააწესოს. ასევე საიდუმლო არაა, რომ ქართულ ოცნებას იმედი აქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციასთან მათ უკეთესი ურთიერთობა ექნებათ. აგვიხსენით, რამდენად მნიშვნელოვანი და იშვიათია ორპარტიული შეთანხმება ნებისმიერ საკითხზე ვაშინგტონში და გითხარით, რას ფიქრობთ ქართული ოცნების იმედებზე. Well, as you know well, Republicans როგორც იცით, რესპუბლიკელები და დემოკრატები ბევრ რამეზე ვერ თანხმდებიან. ასე რომ ალბათ მადლობა უნდა უთხრათ ქართულ ოცნებას, რომ ისინი შეთანხმებამდე მიიყვანა. საქართველოსადმი მიდგომა არის აბსოლუტურად ორპარტიული მხარდაჭერის მქონე საკითხი. მთელი კვირის განმავლობაში კონგრესში მქონდა შეხვედრები და არანაირი განსხვავება არაა იმაში, როგორ აღიქვამენ დემოკრატები და რესპუბლიკელები იმას, რაც საქართველოში ხდება. რაც ხდება კი ისაა, რომ ქართული ოცნება არის ანტიდემოკრატიული ძალა, არჩევნების საეჭვო იყო, საჭიროა ახალი არჩევნები, რომ არსებობს ძალადობა და ასე შემდეგ. ამაზე კონგრესი ერთიანია. ფიქრობ, გასაოცარია იმის მოსმენა, რომ ქართულ ოცნებას სჯერა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოვა და მათ გადაარჩენს. ტრამპის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ და არც მისი საგარეო პოლიტიკის ექსპერტი ვარ, მაგრამ რაც გამოცდილებით ვნახეთ, ისაა, რომ ის საქმიანი გარიგებების მხარდამჭერია. არ ვიცი, რა შეუძლია საქართველოს მას ყურადღების ნაცვლად შესთავაზოს. მას სხვა პრიორიტეტები აქვს, ის ჩინეთსა და სხვა საკითხებზეა ფოკუსირებული. ასე რომ ძალიან უადგილოა ქართული ოცნების იმედები, რომ ტრამპი მოვა ძალაუფლებაში და საქართველოზე ფოკუსირდება. ეს გახდა ჩემ ხალთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე ხვალამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.